გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთო. გვემუქრება მარგუს ცახკნა, თიც გვიქნევს, არ მოსწონს მარგუს თუ როგორ მიდის საქმე საქართველოში და ჩვენი ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება რათ უნდა ამ ჩვენს ბალტიისპირა ბროს, რასაკვირველია იმისთვის, რომ ის ხალხი კი არა, ვინც ყოველდღე დატასაობს რუსთავაზე და მათი რიცხვი მათემატიკური რეგრესიით კლებულობს. ის ხალხი, ის აზრიანი ადამიანები, ვისაც მშვიდობა და სტაბილურობა სურთ, გამოვიდნენ და ხელისუფლებას პრეტენზიები წაუყენონ. ანუ იმ ვირთხებს კი არ უნდა წაუყენოთ პრეტენზიები, ვინც დღე-დაღამე მთელ მსოფლიოს ეხვეწება, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ჩვენს კარგ ქვეყანას, რათა მან საბოლოოდ მოიწყინოს. არა, პრეტენზიები ჩვენ სახელმწიფოს უნდა წაუყენოთ. დიახ, ესტონელ მარგუს ჯერა, რომ ჩვენ მივადგებით ოცნებას და ვეტყვით, ოცნებავ, ხმა რომ მოგეცით და არჩევნები რომ მოიგე, ამის გამო შეგვექმნა პრობლემები. არჩევნები უნდა წაგეგო და უნდა მოეგო მათ, ვინც მოგებისთანავე სიტყვა დემოკრატია სრულიად ამოიღებდა მოხმარებიდან. ერთხელ ხომ მათ უკვე სადეს ამის გაკეთება და კიდევ კარგი ვერ მოასწრეს თავისი სისხლიანი ექსპერიმენტის ბოლომდე მიყვანა. ვიტყვი, რომ ესტონელ მარგუს ძალიან სპეციფიური და გაუგებარი ლოგიკა აქვს, ალბათ ძალიან სათავისო. ჩვენს მელპომენას მოხეტიალე მსახურებსაც ასეთივე ლოგიკა აქვს. ვინმე კალატოზის შვილი წერს, რომ გამოსვლები არაა საკმარისი, ტაქტიკა უნდა შეიცვალოს, რათა მოსახლეობას დისკომფორტი შეექმნას. დიახ, ისინი ჩვენ დისკომფორტს შეგვიქმნიან და მე ჩვენ მივადგებით ოცნებას და ვეტყვით, აი, კალატოზის შვილები გვაწუხებენ, ხმაურობენ, ბილდს იტყვაობენ, ქუჩებს კეტავენ, ზოგჯერ საჯაროდ შარდავენ კიდეც და ამიტომ ოცნება მიდი და ახალი არჩევნები ჩაატარე. თანაც იმ ახალ არჩევნებში შენ ოცნებავ მონაწილეობა არ უნდა მიიღო. ალბათ პროცესის ამგვარად წარმართვა უნდათ კალატოზის შვილებს. იმედოვნებენ, რომ ასე მოხდება. ანუ ისინი რაღაცას გვიშავებენ, ცხოვრებასა და მოღვაწეობაში ხელს გვიშლიან და ჩვენ ოცნებას უნდა მივადგეთ და უთხრათ გადადექიო? ლოგიკას კვლავ ვერ ხედავ. დიახ, ოცნებას მართლა უნდა მივადგეთ, მაგრამ გადადგომა კი არ მოუთხოვოთ, არამედ ვუბრძანოთ, რომ ბოლოს დააშოშმინოს ეს კალატოზის შვილნი. რა გახდა მათი საბოლოო დაშოშმინება? ამისთვის აგირჩიეთ, რომ მათ იბოგინონ, აღარ უნდა გაეცეთ საკადრისი პასუხი, რომელიც კანონის მთელი სიმკაცრით უნდა იქნას გაცემული. ოცნება კოლექტიური დასავლეთი მაინც დიქტატორად გასახელებს და ბარემ დიქტატორულად მოიქეცი და მელპომენელებმა მერე ნახონ რა არის ჭეშმარიტი დიქტატურა. გასაგებია, რომ აქციონერები დაბნეულნი არიან, ვერადავერ მოახერხეს თავიანთი ბორიალით რამის შეცვლა. მგონი მიხვდნენ, რომ შეიძლება მეორედ მოსვლამდე იწანწალონ ასე უშედეგოდ. ამიტომაც ფიქრობენ, რომ წანწალი უფრო შემაწუხებელი უნდა გახდეს, მაგრამ კალატოზის შვილები იმას არ ითვალისწინებენ, რომ ჩვენიერ დღეს ყელში ამოგვივა მათი სრულიად უსაფუძვლო პრეტენზიები და პასუხს მოუთხოვთ სწორედ რომ მათ და არა დელიკატურ და ზედმეტად მომთფენ ოცნებას. ბიჭოს დადიან და დადიან 200 მკვდარი სული ყოველ საღამოს რუსთავოს კეტავს. თანაც ამბობენ, რომ ყოველთვის სხვადასხვა ხალხი გამოდის. სინამდვილეში კი ერთი და იგივე სასტავია. უბრალოდ ყოველჯერზე ნაირ ნიღბებს ირგებენ. რამდენიმე ტიპი ვიცი, ვისთვისაც ნაციზმი ცხოვრების არსია და სულ იმ აქციებზე, როგორც სამსახურში, ისე დადიან და ეს ითვლება, რომ ყოველდღე მსვლელობებზე მოქალაქეების ახალი კატეგორია გამოდის და აპროტესტებს არჩევნების შედეგებს.
ისე კი კარგი ნარატივია, გააპროტესტო ის, რის შედეგიც არ მოგწონს. ასეთი უნდა შეუშვა სამორინეში, ანუ კაზინოში და ნახო თუ როგორ გააპროტესტებს იქ წაგებას, როგორ გამოთქვამს პრეტენზიას, როგორ მე უნდა მომეგო და ბურთულა რატომ გაჩერდა წითელზე, როცა მე შავზე დავდე, მოვითხოვ რულეტი თავიდან დატრიალდეს. და იტრიალოს მანებდა სანამ შავი არ გამოვა. აი, მაშინ კი დავინახავდი სამორინეს დაცვა, როგორ გამოაპანღურებდა ასეთ პროტესტანტს იმ ღვთისმიერი დაწესებულებიდან. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.